რა თქმა უნდა, ეს პროტესტი აბსოლუტურად არ მიემართება რეჟიმის მიმართ, ეს განსხვავებული ვითარება არის, იმიტომ რომ მათ არანაირი რესურსი არათუ შიმშილობაზე ხალხი იხოცება და ეს არ აინტერესებს მათ. აქ სხვა ამოცანა აქვს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი არის გზა ჯვარედინზე. ან ჩვენ მოვახერხებთ და რუსულ ჰიბრიდულ ომში არ მივცემთ საშუალებას, რომ შეიქმნას სისტემური ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული, ანუ ოპოზიცია, რომელსაც ქვია ოპოზიცია, მაგრამ რეალურად ის უბრალოდ არის დეკორაცია რეჟიმის პირობებში. ან ჩვენ მოვახერხებთ სრულ გაერთიანებას, სრულ კონსოლიდაციას, ან უბრალოდ ჩვენ ესე სათითაოდ ჩაგვყლაპავს ეს რეჟიმი. ეხლა რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს კონსოლიდაცია იყოს ეფექტური და იყოს ბრძოლის გზა? პირველი, ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულად შეთანხმება ნულოვანი თანამშრომლობის შესახებ რეჟიმთან. იმიტომ რომ ნებისმიერი თანამშრომლობა მათთან ეს არის მათი თამაში, როგორც პარლამენტში აღქენით ეს კომისიაზე და ასე შემდეგ. ეს პრინციპი უნდა იყოს ახლა ამ ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და ზოგადად არაფერში მათთან თანამშრომლობა არ შეიძლება. მეორე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ და დავიწყოთ კამპანია არჩევნების დელეგიტიმაციის 4 ოქტომბრის არჩევნების ეგრეთ წოდებულის, იმიტომ რომ სინამდვილეში არჩევნები არსებობს მხოლოდ მაშინ თუ მასში ხალხი იღებს მონაწილეობას. ხალხი თუ არ იღებს ეწინააღმდეგება, ვერანაირი ოცნების მოგონილი არჩევნები ვერ შედგება როგორც არჩევნები. მესამე, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი ამ პრინციპების გარშემო პლატფორმა, პოლიტიკური ერთეული, რომელიც იქნება პარტნიორი ჩვენი მეგობრების, რომელსაც ეცოდინებათ, რომ მთავრობა არალეგიტიმურია, მას არავინ არ აღიარებს, მაგრამ აქ არის ლეგიტიმური ერთეული, რომელიც მე წყობრად იმუშავებს სანქცირებაზეც და ბევრ სხვა კონკრეტულ ამოცანებს და შემდეგი და უმნიშვნელოვანესი, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პროტესტის კერა ძალიან ძლიერი და მძლავრი, იმიტომ რომ დღეს ადამიანებში არის გაურკვეველი დაბნეულობა პოლიტიკური სიცხადის არარსებობის გამო. ამიტომ მე როგორც ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა ამ განაცხადის გასაკეთებლად, რომ თავგანწირვით და ნულოვანი თანამშრომლობით არის ერთადერთი გზა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ჩამოვშალოთ რეჟიმი, ამიტომ გადავდგე ეს ნაბიჯი. ელენე, სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და სხვა ოპოზიციური პარტიები თუ იქნებიან ერთიანები იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ამ პირიქით შესაძლებელია თუ არა, რომ მათი მხრიდან საპირისპირო განცხადება ვიხილოთ ამ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დაახლოებით უკვე თვეები არის, ეს საკითხი რჩება აი ესეთი საკამათო და ადამიანებს უწევთ ამ თემაზე, იმაზე კი არ ვჯელობთ რა არის ბრძოლის სტრატეგია, არამედ რაღაცნაირად პარტიები გაჯიუტო და საკუთარ პოზიციაში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბრძოლის გზა არსებობს, ეს ბრძოლის გზა არის ზუსტად იგივე კამპანია ხულოდან ვაგოდეხამდე, იყო კამპანია სიმართლის გარშემო, რომ ეს არ არის არჩევნები და კამპანია ხალხის ძალის ჩვენების, რომ ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი და არა ივანიშვილის მოგონილი რაღაცა თარიღი. ამიტომ მე არ ვიცი ვინ რას გადაწყვეტს, ყველა საკუთარ სინდისთან და პასუხისმგებლობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსული ტიპის რეჟიმთან იყოს ნულოვანი თანამშრომლობა და იყოს დიდი წინააღმდეგობა.